ელის ქმნის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც აქვთ 20-25 წლიანი გამოცდილება, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ, ეს მათი პირველი სამსახური იყო და დღემდე განაგრძობენ მუშაობას. დღესდღეობით ელიზის გუნდი ემსახურება 6000-ზე მეტ სავაჭრო წერტილს ყოველთვიურად და იმდენად დიდი არის ეს გამოცდილების გავლენა, ყველაფერმა მოგვიტანა ძალიან დიდი ნდობა ჩვენ თითოეულ სავაჭრო პარტნიორთან. Japan Tobacco International is the third largest international player in tobacco industry. We operate in over 120 countries around the world and we employ over 55,000 people. In Georgia, we operate for almost 25 years, and for all these years we've been working with Elise Group. Elise Group is one of the best distribution companies in Georgia, employing over 100 people and is a top taxpayer in the country. TBC-ის და Elise-ის ურთიერთობა უკვე 18 წელიწადს ითვლის. აღსანიშნავია, რომ კომპანია დაარსდა 1998 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგავდა. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ვართ ისეთი კომპანიის ხარდაჭერი, რომელმაც მისი დაარსების დღიდან გაიარა ძალიან ბევრი რთული პერიოდი და გამოწვევა, თუმცა ამ გამოწვევის მიუხედავად ძალიან სწრაფად და დინამიურად განვითარდა და გაიზარდა. ელიზის ჯგუფი დაარსდა 1991 წელს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა სადისტრიბუციო ქსელი. მას შემდეგ ელიზის ჯგუფი გამუდმებით განაგრძობს განვითარებას და ინდუსტრიაში შემოაქვს ინოვაციური მიდგომები. 2023 წლის ოქტომბრიდან ელიზის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება სრულად შეეცვალა საოპერაციო მოდელი და ინდუსტრიაში პირველმა დაიწყო ეგრეთ წოდებული პრისეილის მოდულით ოპერირება. ყველა სხვა სადისტრიბუციო კომპანია დღემდე ინდუსტრიაში ოპერირებს ეგრეთ წოდებული ვენსეილის პრინციპით, რაც არის 90-იან წლებში დანერგილი და იქიდან მოყოლებული მიდგომა. საოპერაციო მოდელის და თამბაქოს შეფუთვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად საჭირო გახდა ინფრასტრუქტურის განვითარებაც. შესაბამისად, ელიზის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა უპრეცედენტო $3,500,000 ინვესტირება ლოგისტიკის და სასაზღვრო მეურნეობის განვითარებაში. 2024 წლის ოქტომბრიდან დაიწყო სასაზღვრო ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2025 წლის ბოლოსთვის. ტერიტორიის მთლიანი ფართობი მოიცავს 7500 კვადრატულ მეტრს, საიდანაც 3200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული იქნება სასაზღვრო მეურნეობა, ხოლო 400 კვადრატულ მეტრზე საოფისე ფართი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2026 წელს დაგეგმილი არის თანამედროვე სასაზღვრო მართვის სისტემების დანერგვა და საწყობის ნაწილისთვის დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრისთვის საბაჟო ტერმინალის სტატუსის მინიჭება, რაც გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს. We are happy and satisfied with our partnership for the last 25 years, and I'm confident it will successfully continue into the future.